ადრე 7 საათზე უნდა გაიღვიძო, ადგე ოჯახს მიხედო, მეუღლის სამუშაოზე გააცილო, მერე თავისთავად უნდა მოწესრიგდე, თვითონაც უნდა შვილიც და მეც ერთდროულად გავდივარ სახლიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქალიშვილი ქალაქში გადავიდა სტუდენტია, გადავწყვიტეთ, რომ დავრჩენილიყავით აქ. აი ამ სოფელს აქვს ყველანაირი იმის შესაძლებლობა, რომ მეორე შვილმა აქ გააგრძელოს ისევ სწავლა. მეც პედაგოგი ვარ, დაწყებითების სპეციალისტი ვარ, 26 წელია მუშაობ სკოლაში. მირჩევნია ის სოფლის ეს ლამაზი ტკბილი ცხოვრება. აი სკოლიდან დაღლი რომ მოდიხარ და მერე უცებ აღმოაჩე რომ აუ ფუტკართან ხარ წასასვლელი, ან უკვე საღამოა და ბოსტანში უნდა ჩახვიდე და უნდა მორწყო ის ნარგავები, რაც იმუშავნია და გენანება რომ არ დაგიზიანდეს, არ გავიფუჭდეს, დაღლას ვეღარ ვწვდ ფაქტიურად. შუახევის ჰესის ფარგლებში დაახლოებით 1000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. სხვადასხვა პოზიციებზე, საკმაოდ ანაზღაურებადი ხილფასები ჰქონდათ, იყვნენ მძღოლები, იყვნენ ოპერატორები. ამან განაპირობა ძალიან ბევრ ოჯახზე, რომ დღეს ის ხალხი დარჩა და აღარც ფიქრობს სხვაგან წავიდეს. შუახევესის პროექტის წარმატება განახორციელა ძირითადში მოსახლეობასთან მუდმივმა კომუნიკაციამ და თუ დღეს ვთქვათ კომპანია წარმატებულია და უკვე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ქვეყანას აწვდის, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ისო მოსახლეობის დამსახურება არის და ასევე რა თქმა უნდა ჩვენი ვინც თუ ვიყავით ჩართული ამ პროექტში. ყველა სოციალური პროექტი ხორციელდებოდა ადგილობრივი თემების ჩართულობით, საინიციატივო ჯგუფების ჩართულობით. წინასწარ ხდებოდა ჯერ რაღაც საკითხების გავლა, თუ რა იქნებოდა თქვათ ამა და იმ სოფლის ყველა სოფელს თავისი სხვადასხვა პროექტები ჰქონდა და რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, წყდებოდა იმ პროექტის გაკეთება. ეხლა სოფლის მოთხოვნიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეხლა სოფელმა იცის რაც სჭირდება ძირითადში და ჩვენს რა თქმა უნდა აი ასე თქვათ პარალელურ რეჟიმში დატვირთული ვიყავით, რომ ის პროექტები ბოლომდე მიგვეყვანა და ეფექტური და თქვათ მრავალფეროვანი ყოფილიყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ თქვათ საშუალოდ თქვათ აი ჩემს სოფელს ავიღებ ისევ მაგალითისთვის, თუ ცხოვრობს დაახლოებით 150-160 ოჯახი, აი სწორი განვითარებით და სწორი მიდგომით რაღაც სიახლეების დანერგვით ძალიან მალე შეივსება ეს სოფელი.